გამარჯობა 28 აგვისტოდან უკვე გერმანიის ბუნდესლიგაც ჩაერთვება საქმეში და რა თქმა უნდა კვლავინდებურად ცეტანა სპორტის ეთერში შეგეძლება თვალყურის დევნება. მიუნხენის ბაიერნი კვლავაც დომინანტია და ველით თუ არა რაიმე ისეც რომ ვინმე ჩაერევა რეკორდმაისტერის საქმეში და აურევს გეგმებს ალბათ ყველაზე მეტწილად სწორედ ბაიერნის შესახებ იქნება საუბარი. გიორგი ფულარიანი, მიშო ჩიტიძე და ვახო გოგალაძე ვიქნებით ამ შოუს. გამარჯობა. განვიხილავთ ყველაფერს, რაც ბუნდესლიგის ახალ სეზონს უკავშირდება. ბაიერნი დავიწყოთ, რა თქმა უნდა, მთავარი ინტრიგები გამოყოთ ამ კლუბის შესახებ და გაძლიერდა თუ დასუსტდა, ალბათ რა თქმა უნდა, მაინც გაძლიერდა, რადგან საიბარი დაემატა ბოლო-ბოლო. თუნდაც. ამიტომაც ნაკლები ინტრიგა წესით ჩემპიონობაზე გვაქვს ბუნდესლიგაში წელსაც. ეს ცელმნიშვნელოვანია თანამედროვე. ალონსოს ლევერკუზენის მერე ეგრე გამოვიდა. წინა წელს თითქოს უფრო მეტი მოლოდინები იყო აინტრახტისგან, შტუტგარტისგანაც, მაგრამ დორტმუნდი გავიდა მეორე ადგილზე და წელსაც დორტმუნდი ჩანს იმ გუნდად, ვინც იქნება მეორე. ხო, დორტმუნდიც გაძლიერდა, თუმცა მაინც ისეთი სიტუაციაა, რომ ბაიერნს ჰქონდა ძალიან დიდი უპირატესობა შექმნილი სხვა მდევრებთან, მათ შორის შავკუთრებთანაც და არ ჩანს ჯერჯერობით რაიმე ძალა, რომელიც წინ გადაუდგება ბაიერნს. თავად ბაიერნში საიბარის ტრანსფერის გარდა ნათანიელ ბრაუნი უნდა ვახსენოთ, რომელიც ტრაუმირებული ალფონსო დეივისის შეცვლად არის ხოლმე იდეალური ვარიანტი. უბრალოდ ძირითად შემადგენლობაში რომელს ელით უფრო მეტად და როტაციის ფეხბურთელად წარმოგიდგენიათ თუ არა მეტად ბრაუნი. აი ისევ და ისევ დევისის მდგომარეობა ალბათ აქვს თავარი, იმიტომ რომ თუ ისევ გატანჯა ტრავმა კანადელი, მაშინ ბრაუნის შანსები იზრდება ავტომატურად. მაგრამ საიბარი უფრო წარმომიდგენია, იმიტომ რომ თითქოს ჯერთი მუსიალას ამბავი, ხო? ადამიანს რაც ორჯერ დაემართა უკვე. გონება რომ დაკარგა და მთელი ამბავი და საბინელოდ კარგად არის, იქაც ხოშე საიბარი მიყოჩაღა. რეაქცია სიდროული იყო. ხო და უფრო წარმომიდგენია, იმიტომ რომ მუსიალა არ არის ფორმაში, არც ფიზიკურად. მორალურადაც მოდი ასე ვთქვათ, რომ იმ ტრამვის მერე ვერ დაბრუნდა ფაქტია, ხო? სოფლიო ჩემპიონატზეც კი ითამაშა, მაგრამ ის ჯამალი ვერ იყო. ჯერთი უფრო ადრე დაბრუნდა, სანამ ექიმები ამას ამბობდნენ. ხო, თან მანდეგეც არის ბოლოს რაც მოვიდა ეხლა ორჯერ გულის წასვლა. ხო, კი და მანამდეც ვერ იყო, ხო, ეხლა ფაქტია ფორმაში და ასეთ ვითარებაში საიბარი, რომელიც პესოში ჩინებულად გამოიყურებოდა, მშვენიერი სოფლიო ქონდა, რა კარგი გოლებიც გაიტანა, ხო? ასე დროს მე პირადად უფრო საიბარი წარმომიდგენია, მაგრამ სეზონი გრძელია, ხა ბაიერნი ყველა ტურნირზე მოსაგებად იბრძვის და გრძელი სკამით საჭიროა. შესაბამისად კომპანიის უყვარს როტაციები და სჭირდება კიდეც. ქონდა კიდევაც. და სჭირდება კიდეც როტაციები. ისე რომ თავისუფლად შეიძლება საიბარი მუსიალაში და გნაბრიშიც მათ შორის ვიპოვოთ აი ეს რაღაცა როტაციული წრე. ხო, სოფლიო ჩემპიონატზეც ვნახეთთან ჯგუფურ ეტაპზე გაიტანა სამივე შეხვედრაში გოლი და ცხრიანის პოზიციად შეუძლია შეითავსოს და კეინის დასასვენებლად იქნება ასევე მნიშვნელოვანი. ფორვარდის უკანაც შეუძლია სიტუაციურ გარემარბადაც ბევრი პოზიცია აუთვისებია და PSV-შიც თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე და იმავე ბაიერნთანაც ჰქონდა ჩინებული მაშინ მიყავდა და ლამაზი გოლი რო გაუტანა. იონას ურბიქს. ბაიერნს მოკლედ პრობლემა არ ექნება. წელს ინდარიგი. ნუ მინიმუმ ბუნდესლიგაში ასეა და ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოწვევებია წინ. ხო, ნოიერის ამბავიც კიდევ ერთი წლით გაახანგძლევა ხელშეკრულება, უბრალოდ ბაიერნისთვის რამდენად არის კარგი დაწყვეტილება, რადგან ბევრი შეცდომა დაუგროვდა ბოლოსკენ უკვე მანუელ ნოიერს და ცოტა საწყენია რომ ასეთ დიდი მეკარე მსგავს სიტუაციაში ვარდება ხშირად. თან უცნაური კიდევ ის არის და საინტერესო, რომ როგორც კი გაცხადა რომ აი ახლა ბოლო სეზონი იქნებოდა ნოიერისთვის, პირიქით მან უთქვა რომ არ ვიციო ჯერო. მოვიფიქრებ, გავანალიზებ და მერე გადავწყვეტ იქნება თუ არა ბოლო სეზონიო და რაღაც თითქოს დამოინტრიგებლა ჟღერს, ხო? შეიძლება არ იყოს ეს ბოლო. ანუ ნოიერისთვის ნაკრებში თამაშიც კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო ბოლო როგორც ამბობდა. კი, ევროზე. ბოლო წამს ბაუმანს ისე მოუწია სკამზე ჯდომა, როცა მაგასაკში მიიღო შანსი და ეს სეზონი ისე მიდის წესით, რომ მართლა ბოლო შეიძლება იყოს ნოიერისთვის. ყოველ შემთხვევაში ბაიერნში. თან იონას ურბეგის ამბავია კიდევ, იმიტომ რომ ადამიანები რომელზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული, ბევრი დიდი იმედებია დამყარებული და თითქოს მან უნდა შეცვალოს ნოიერი. და ასე დროს კვლავ მანო მოქმედი ფეხბურთელია, ისევ ძირითადი მეკარეა და კომპანიას ხო შეგვთქვა ამაზე რომ ჩვენ ამ ფაქტი ძალიან ბედნიერები ვართო. ეხლა როგორც პერსონა, თქვა და ავტორიტეტი, ფიგურა გასაგებია, ხო, რა თქმა უნდა ნოიერია, მაგრამ ურბიგის ამბავში უმცირდება სათამაშო დრო უბრალოდ. ეგ არის საწყენი. ერთი ფორს მაჟორში ვნახეთ მისი დებიუტი.
ლევერკუზენთან ჩემპიონთა ლიგაზე უცებ არსაიდან კუნთი გაეჭიმა გოლის აღნიშნის მომენტში კლოპივით ნოიერს და მე მოუწია ჩადგომა ხო შემდეგ მე მომდენო სეზონი იყო ხა ეს წინა და თქვათ კი მიიღო სათამაშო დრო ბუნდესლიგაში მაგრამ მაინც ძირითად შემთხვევაში იყო მეორე ნომერი თუ ნოიერი ტრავმას არ მიიღებდა ახლა როგორც დაიწერა თითქოს 20 თამაშამდე უნდა მიიღოს მინიმუმი მაგრამ ესეც ჯერ გაურკვეველია და როგორ იქნება კომპანიის ფაქტორიც არის სასაუბრო თემა რადგან როცა ინიშნებოდა ბაიერნში იყო ძალიან დიდი კრიტიკაც მაცურჩ გულშემატკივრებისგან რადგან მისი გამოცდილება იყო ჩემპიონშიფური ბანლიში რომ მუშაობდა და მანამდე ანდერლეხტთანაც იმუშავა თუმცა ეს კითხვის ნიშნები გააქრო კომპანიამ ამის მიუხედავად მეორე სეზონში განსაკუთრებით რა თქმა უნდა მხოლოდ ბუნდესლიგა და პოკალის მოგება არ არის საკმარისი და შეიძლება უფრო მეტი წნეხის ქვეშაც აღმოჩნდეს კომპანია უკვე ამ ახალ სეზონში ოღონდ მან დეგარიც როგორი ფეხბურთით მოიგო იქ ლიგაზეც ბევრი არ დაუკლია იმისთვის რომ ფინალში გასულიყო და აი კომპანიის მსგავსად როგორც ახალმოსული კომპანია იყო ორი ახალი მწვრთნელი ყავს 4-ეულისთვის მებრძოლ გუნდებში ხო ლაიფციგში დემიკელისი მოვიდა რაც ძალიან მოულოდნელი იყო მაგალითად ჩემთვის კი და როგორი საინტერესოა მიშო ალიანს არენაზე მისი დაბრუნება ხო უცბად დემიკელის არ ველოდი და ლევერკუზენში მივიდა კარლეს ნოველი ტულუზადან ესპანელი ლამასია გამოვლილი ოღონდ როგორც მწვრთნელი იამალმა მის ხელში გაიარა და კიდევ რამდენიმე ისეთმა ტალანტმა რომელიც ახლა წინავს ბარსელონაში ტულუზასთან ერთად მოიგო საფრანგეთის თასი ევროპის ლიგაზე ლივერპულს მოუგო და ისეთი სპეციალისტია ფურცელზე რომ შეხედავ ლევერკუზენს ყველაზე idеალურად რომ უნდა მოერგოს მით უმეტეს ჩაბი ალონსოს შემდეგ ვერც ერთ მწვრთნელმა ვერ გაამართლა ტენ ჰაგმა ჩაიარა 2-3 ტური იყო და უეცრად გაიპარა ესე წავიდა ლევერკუზენიდან და შემდეგ უკვე ჰიუმლანსაც ჰქონდა კარგი თამაშები მის ლევერკუზენს მაგრამ აღმოჩნდა რომ არ იყო ის ფეხბურთი რაც ამ გუნდს უნდა ეთამაშა და ამისთვის ყველაფერი აქვს კარლეს ნოველს მაგრამ მაინც ორი ახალი მწვრთნელი ისეთ გუნდში სადაც ამბიციები დიდია. აი მაგაზე რა ვთქვი. რომ ამოვწუროთ ალბათ კარგი იქნებოდა შემდეგ მაგ კლუბებზეც გადავა. ხო, ლევერკუზენს დაუბრუნდები რა თქმა უნდა. ხო, ბაიერნში კიდევ ერთი პრობლემური ზონა პოტენციურად შეიძლება იყოს დაცვის ხაზი, რადგან ხშირი იყო მაინც იგივე უპამეკანოსგან, კიმინჯესგანაც ვერ გამართა მოულდინები და ხო შესაძლებელიც რა თქმა უნდა ემატება ხოლმე უკან მეკარეც თლათ ვერ არის დამაჯერებელი ხშირად. არ ვიცი, მაინც მე პირადად მგონია რომ ის მომენტი გაუშვა ნოიერმა რომ კარგად წასულიყო. ხო, ნუ თან მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა ესეც რამხელა ამბავია მის უგო ლორის გადაასწრო. იქვე ტიბო კურტუას ხო შევის მატჩების რაოდენობით მუნდიალებზე. ხო და რაღაც თან 40 წელი უკვე ესეთი ასაკია რომ კი თქვათ მეკარია არ არის მინდვრის მოთამაშე და ეს ფრაზაც ხო იყო ადრე რომ მეკარეს 40 წლამდე შეუძლია თამაში და ბუფონმა საერთოდ 45 წლამდე ითამაშა. მაგრამ მაინც ფიქრობ რომ არის ნენულად ადგადრო რომ უკვე მანოს დაგვემშვიდობას ჩემთვის მაგალითად ძალიან მტკივნეული ამბავია ეგ ნამდვილად ბევრისთვისაც რატომაც არა თუ გიყვარდეს ფეხბურთი და არ ვიცი გძულდეს ნოიერს და უცნაურია და არ შეიძლება ესეთი კატეგორიის ფეხბურთელი ხო და რა თქმა უნდა იგივე ბუფონზეც ხო ქონდა ხალხს ეს დამოკიდებულება რომ აი დროა წავიდეს თორემ რა თქმა უნდა ჩვენ გსურს რომ ბუფონი იქნება ნოიერი მესი თუ რონალდო დიდხანს იყვნენ და ითამაშონ მაგრამ ყველაფერს მაინც აქვს თავისი დასასრული და აი დასვის ხაზი კარგი ვახსენე შენ იმიტომ რომ ძალიან პრობლემურია უპამეკანოზე მეტად ნუ ჩემი აზრით უფრო არის არასტაბილური და არასანდო მოდი ასე ვიტყოდი იმიტომ რომ უპამეკანოს კიდევ აქვს ის პლუსები რაც ნოიერს და კომპანიას სჭირდება როცა ამ ამორბენებს აკეთებს ფორვარდის წინააღმდეგ და ამ კუთხით აზღვევს იგივე ნოიერსაც და იგივე სხვა მცველებსაც ეს ამორბენებს ხო შეიძლება დევისას კარგად გამოდის მაგრამ რადგინა ხო ნახევარ სეზონი დამტრეული იყო ახლა ზუსტ ტრამვემ გატანჯულია და ამისთვის მოვიდა ბრაუნი სწორედ ხო და აი დაცვის ამბავი მართლაც ძალიან დასალაგებელია თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა ნამდვილად პირველ სეზონთან შედარებით მეორეში კომპანიამ დაცვაც ცოტათი გააუმჯობესა ყოველ შემთხვევაში უკეთესი იყო ვიდრე მის პირველ სეზონში ხო ალბათ როლი იქნება ისეთ გუნდზე გადავიდეთ ახლა რომელიც დაცვით არის დაალაგებული დორტმუნდის ბორუსია ვინც მეორე უცნაურია და ხუმალსის გარეშე 34 თამაში გაუშვა 34 ბურთი რაც მშვენიერი მაჩვენებელია იმ ლიგაში სადაც ძალიან ბევრი გოლი გადის ზოგადად და დორტმუნდისგან რა მოულდინია აქვს თუ არა ისელა რომ რაიმე სიურპრიზი შემოგთავაზოს და ბაიერნს რეალური პრობლემა შეუქმნას ძალიან ნაკლებად მოსალოდნელია ეგ ამბავი მაგრამ იმის ფონზე რომ იმ გუნდებიდან რომელსაც შეუძლია ბაიერნს ასე თუ ისე კონკურენცია გაუწიოს დორტმუნდი და შტუტგარტი ჰიონესთან და კოვასთან ერთადერთი გუნდები არიან რომლებსაც ეს მწვრთნელები შეინარჩუნეს ასე თუ ისე გამართული სისტემა აქვს და
შეუძლიათ რაღაც სურპრიზის შემოთავაზება. იქ არ ვიცი შეიძლება გაგვაოცონ იგივე ლაიფციგმა და ლევერკუზენმა, მაგრამ დორტმუნდი ალბათ მაინც ასე ფურცელზე მეორე გუნდი იქნება წელს. ხო, მიუხედავად იმისა, რომ არის მადეიემი წავიდა დორტმუნდიდან, ფლიკთან ბარსელონაში. მას ოლე ბუკი დაინიშნა სპორტულ დირექტორად, უფრო უკეთესი საქმიანობა შეინიშნება სატრანსფერო ფანჯერაზე და იგივე სკაუტური სისტემას თითქოს უფრო დახვეწილია დორტმუნდში. ხო, პაუკიდან ადეიემის შემცვლად ბერძენის შემტევი დაიმატეს. გვარი აღარ მახსოვს, კარგი სეზონები ქონდა პაუკში და დორტმუნდს რომ გამოზდის ტალანტების შეძენა და სწორი მიდგომა სატრანსფერო ფანჯერაზე, ესეც კარგად ვიცით და ნახოთ რომ გითხრა ახლა პაუკის ბევრი თამაში ვნახეთ ხო? არა, უბრალოდ აი მეორე ამბავია ნიკო კოვაჩის ეს ფეხბურთი რამდენად არის დორტმუნდული ხო? მithumetes თუ იურგენ კლოპის პერიოდს გავიხსენებთ და ზოგადად იმ სათამაშო ფილოსოფიას, რასაც მისდევდა ეს გუნდი. შემტევი ლამაზი ფეხბურთი, არსენალური თითქოს ხო? მაგრამ მეორეს მხრივ შედეგი თუ დაიდო კოვაჩისგან, მაშინ პრეტენზია ნაკლები იქნება ამ კუთხით. ხა, ჩემპიონთა ლიგიდან მაგალითად ძალიან ადრე გამოვარდა დორტმუნდი. და ამან საქმე გაუფუჭა გერმანიასაც და ბუნდესლიგასაც, იქ შეიძლება 5 გუნდით ყოფილიყო აი ახლა წარმოდგენილი. და მე ისე გამოვიდა რომ ხულიო ენსისომ ორ ფრონტზე დააზარალა ხო? გერმანია, იმიტომ რომ ჯერ ის პენალტი რო ვერ გაიტანა, რითაც გადაწდა რომ ლალიგას ეყოლებოდა 5 გუნდი. მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას და მე ნუ ახსოვს გერმანია პარაგვაიზე ეს პენალტების სერია და გამოაგდო კაცმა გერმანიას ოპლიო მუნდიალიდან და ამითაც გაამწარა ეს ქვეყანა და საინტერესოა ისიც თუ როგორ ითამაშებს ახლა ამ სეზონში კოვაჩის დორტმუნდი, თუნდაც იმ კუთხით, რომ აი ესაც ახსენე ხო, ძირითადად ბიგთვი მაინც შენარჩუნებულია ADM-ის დასვლის მიუხედავადაც. ხო, არის გარკვეული გარანტიები შეტევითი პოტენციალის შესახებაც, რადგან გირასის გააქვს ბევრი გოლი ტრადიციულად და ბოლოს ამ სეზონში 66 გოლი გაიტანა. სტაბილური შემგდებია. და დაცვაში ვთქვით, რომ სოლიდურია მაინც სხვებთან შედარებით დორტმუნდი, თან შტოტერბეკით შეინარჩუნა, რაც ძალიან ხო, შტოტერბეკის შენარჩუნება ისე ცოტა მოულოდნელი იყო მთელი სეზონი, ისე იწერებოდა მის წასვლაზე და ხან ბაიერნი ხან რეალი. უბრალოდ ეგ არის რომ იმის ფონზე რომ ბაიერნი კიდევ უფრო გაძლიერდა, რეალურად ისეთი ტრანსფერი არ გაუკეთებია დორტმუნდს და გირასისაც ასაკი ემატება და გირასი არ არის კეინის მსგავსი ფორვარდი, რომ სხვა რაღაცეებში აკომპენსიროს თავისი მინუსები და ყოველი წლის შემდეგ გოლები კი გააქვს, მაგრამ მაგალითად ისეთი ეფექტური გირასი აღარ არის დორტმუნდში, როგორც იყო შტუტგარტში იმ სეზონში, სადაც თითქმის მთელი სეზონი კეინის კუჩში მიყვებოდა. და იგიც შეიძლება პრობლემა იყოს დორტმუნდისთვის. როგორ ფორმაში იქნება გირასი და როგორ ჩაატარებს ამ სეზონს. რიერსონის შენარჩუნებაც იყო წერილიშვილოვანი ამბავი, რადგან საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა უკვე. და სოფლიოზეც კარგი იყო. კი, სოფლიოზეც კარგი იყო და იქ პოზიტივიც დაემატა, კარგ ხასიათზე ხდება ახალ სეზონს. ხო, 4 ასისტი. იულიამ ბრანდეს ვახშენებთ ხო ბარემ? აიაქსში წავიდა მოგხსენება და მანაც დატოვა გუნდი, ADM-ის არ იყოს, თუმცა ხო ისე და ისე პრინციპში ADM-ი და მithumetes იულიამ ბრანდი ბოლო პერიოდში ასე გარანტირებულად ზედაც ფეხბურთელებად აღარ ითვლებოდნენ. მაინც კამიდა შემოყავდა ხოლმე კოვაჩზე ითადად. ეგ კი არა ჯო ბელინგემს არ ქონდა გარანტირებული დრო თავიდან ხო? მთელი სკანდალები და ამბები გვახსოვს ამაზე. მეჩას ქონდა კარგი მსოფლიოდან მეჩა შეიძლება წელს ბევრად უკეთესი იყოს დორტმუნდისთვის ვიდრე იყო წინა სეზონში, არც სუსტი სეზონი არ ქონია გასულ წელს, მაგრამ მეჩაზე შეიძლება იმედები დამყარდეს ნახევარდაცვაში. ADM-ი უბრალოდ ის იყო რომ დიდ მატჩებში უყარდა თავის გამოჩენა და თავიდან ADM-ი რომ დაიმატა დორტმუნდმა, იმაზე საუბრობდნენ რომ ის ბავშვობის გუნდი იყო და ეს არ იქნებოდა ის ფეხბურთელი და ის ტრანსფერი, რომელიც დორტმუნდს გამოიყენებდა უფრო დიდ გუნდში წასასვლელად, მაგრამ საბოლოოდ დორტმუნდში ძირითადად ასე ხდება. ერთეულების გარდა ყველა მიდის ხოლმე უფრო. მარკო როისის ფრაზა გამახსენდა დიდ გუნდში. ყველა რო ტრამპლინად იყენებს დორტმუნდსა და ერლინგ ჰოლანდი რო ახალი გადასული იყო სიტიში და მაშინ რო გაბრაზდა მარკო ეს ფრაზა სწორედ მაშინ თქო რომ აი ყველა ტრამპლინად იყენებს. თვითონ როისმა ბოლომდე უერთგულა. უბრალოდ ADM-ზე კიდე ის არის რომ ეგ ბოლომდე ის არ იყო რომ თავად ტრამპლინად გამოიყენა, ალბათ გასულ სეზონში არც ელოდა ბარსელონასგან შემოთავაზებას და არც უფიქრია იმაზე, ჩემი აზრით. დიდი ალბათობით შეიძლება ერთ წარმოედგინა იმ მომენტში. ხო. მაგრამ იცი რა ამხანაგურ თამაშებსაც დავაკვირდი და გადავხედე. რა თქმა უნდა, ხა ამხანაგურია და ოფიციალური არა, დასწოს ვერ გამოიტან, მაგრამ აქეთ ენტონი გორდონი, აქეთ ADM-ი, რაფინია, იამალი შეტევა ყავს სერიოზული. ჰანზი ფლიქს. დამატებული როდრი ამ ყველაფერს, ახლა და დომინგ ლივაკოვიჩიც შეიძინა, კიდევ ერთი მშვენიერი მეკარე ჟუან გარსია ხო არის და მაგრამ დორტმუნდს არაფერს ძალიან საკმაოდ. არა, რასო ბანო რომ ADM-იც კარგი დანამატია. ხო, რა თქმა უნდა. ხო.
თუნდაც როტაციისთვის შეუძლია რომ იყოს ბაიერნის მთავარი შემწუხებელი ჭრალებში ახალ სეზონში აქვს ყოველ შემთხვევაში ისევ მეორების პრეტენზია ექნება ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ჭკვიანურად შეირჩა ზაფხულში რაც მოასრო უკვე დორტმუნდმა და ბირთვიც ერთგვარად შენარჩუნებულია შლოტერბეკი ვახსენეთ იქით გირასიც ადგილზეა კვლავ და რიერსონი რამდენიმე პოზიციაზე საკვანძო ფიგურები ისევ ყავს დორტმუნდს კი აი ნიკო შენარჩუნება რომელიც კარგად იცნობს უკვე სისტემას ნამდვილად ნიკო შენარჩუნება მართლა მის შემთხვევაში არ იყოს მიღწევა დორტმუნდისთვის იმიტომ რომ აი თითქოს ამ ბაიანი არეალი ამ ბარსა რომ შეიძლება კი ამ სამიდან ერთ-ერთი უნდა გადასულიყო უეჭოლი თითქოს პერიოდი ლივერპულის წერებოდა კი ლივერპულის იყო შესასრულის შემდეგ მაგრამ აჰა შოტერბერგი შეიძლება იყოს ის კაპიტანი რომელიც ჭირდება რომ ის მერე დორტმუნდს ხო, შემდეგი კლუბი უნდა იყოს ლაიფციგი, დემიკელისი უკვე ახსენა მიშო, დემიკელისი რომელსაც რივერ პლეიტთან ერთად გამოვიდა ჩემპიონობა, თუმცა გერმანიაში მწვერვალობა მისთვის ახალია კარიერაში, მაგრამ გერმანია არა ახალი, ბაიერნში თამაშობდა, თან იქაც საკვანძო ფიგურა იყო დასვაში და ახლა უკვე მწვერვალის რანგში უნდა წავდგინოს საკუთარი თავი გულშემატკივარს. რასელი დემიკელისისგან ამ გუნდისგან მთლიანობაშიც ლაიფციგს რესურსი აქვს ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ სამ ტურნირზე ერთად შორს წასვლაზე იფიქროს. კი, თან მით უმეტეს ლაიფციგი არის გუნდი ბოლო წლებში, სადაც ვიცით და უკვე თან ისეთია რა, თითქოს გამჯდარია უკვე რომ ყოველ ზაფხულს ვიღაც დიდი ტალანტი ვარსკვლავი მიდის გუნდიდან. ახლა იან დიომანდე ასეთი ფეხბურთელი კი ბატონო ანდრეს თქვა ოლმო და სობოსლა იყვნენ ხო ეს ბოლო მოხიკანები რასაც ვერ ვიტყვი სხვა შეიძლება ოპენდაზე იმიტომ რომ ვერ გაამართლა ოპენდა ხომ ეთახმებით არ იყო ისეთი როგორი მოლოდინიც მასზე შეიქმნა კი ბევრად დიდი და წავიდა საბოლოოდ ისის გუნდიდან ფენერბახჩეშია გადასული ხო და ამის ფონზე მაინც ახერხებს ეს გუნდი იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონაში ტრიალებს სულ მართალია ბოლო ტურნირი გამოტოვა და საერთოდ არცად არ იყო ევრო ტურნირებზე და მანამდეც როცა იყო ჩემპიონთა ლიგაზე ჩააგდო ის ფაზა მთლიანად მაგრამ რთულია ძალიან როცა ყოველთვის შენი ლიდერები მიდიან ყოველ ზაფხულს და ეს თითქოს უკვე გარანტირებულად იცი ხო თან ხშირად მიდიან ბაიერნში რომელიც პირდაპირ კონკურენტია საჩემპიონოზე თუმცა ხო რა ლივერპული ბარსელონა სხვა გუნდებიც არიან ხო რეალი თქვა დიომანდეს შემთხვევაში და თუმცა მაგათთვის არ მნიშვნელობა აქვს ხო მაინც შედეგი არის ერთი რომ გუნდიდან მიდიან ფეხბურთელები და ასე დროს რთულია ძალიან მოახერხო შენ ისევ ძალების მოკრება ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ისევ დარჩენ გუნდად, რომელიც ეს 3-ეულისთვის, 4-ეულისთვის რეგულარულად სტაბილურად იბრძოლებს და ლაიფციგს მე ასეთად ხედავ ამ სეზონში. ზოგადად აი დემიკელისის ამბავი მეც კითხვის ნიშანია. ერთი სეზონი ქონდა ხო ვერ გავიდა ევრო ტურნირზე ლაიფციგი და თან ბოლო წლებში ნაგელსმანის წასვლის მერე სულ ისე იყო ის მწვრთნელი ვერ იპოვეს ბოლომდე რომელიც იდეალურად მოერგებოდა ამ გუნდს ყველაზე დიდხანს იქ ჯესი მარში იყო ტედესკომ კი თასი მოაგებინა და პირველი ტიტული მაგრამ მარკო როზე იყო ასევე ხო და მარკო როზემ გაძლო ყველაზე დიდხანს ეგეც ხშირად გატრაუმული ლაიფციგი ყავდა ხოლმე მაგრამ ბოლომდე ის ლაიფციგი რომელიც მიუნხენის ბაიერნს ეჭიდავება მოკლედ ვერ ჩამოყალიბდა და დემიკელისე მგონია რომ არ იქნება ერთწლიანი პროექტი და თუ რა თქმა უნდა ტენჰაგივით რაღაც საშინელი შედეგი არ დადო შეიძლება რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე კონდეს საქმე რადგან ყველაზე მოულოდნელი იყო მაინც ჩემთვის დემიკელისის რო წავიკითხე რომ დემიკელისი ვახმეთქი საიდან როგორ ო თან ისე დამიცილ კლუბში გერმანული სეზონებით როგორც ლაიფციგია სტარტი იქნება მნიშვნელოვანი ინერციას თუ მიიღებს თავიდანვე ლაიფციგი შემდეგ უფრო შეიძლება გაუადვილდეს მუშაობა აი სხვა შეიძლება სტარტი რო ახსენდე ხო ახსოვთ როგორ დაიწყო წინა სეზონი ლაიფციგი 0-6 ბაიერთან ეგ პირველივე ტურში ალიანს არენაზე და მას მერე ოლივერნერმა მაშინ და მომწონალმა მოახერხა და მოიკრიბა ძალები გასახტელში და გუნდი ლომის დაუმარცხებელი იყო რაღაც პერიოდი ასე რომ ამ გუნდს შეუძლია გარდაქმნა კარგისკენ და თუნდაც იყოს 0-6 ბაიერნთან, ანუ იყოს უბრალოდ ცუდი სტარტი ბუნდესლიგური სეზონისა, ლაიფციგი გვანახებს რომ მიმდინარეობისას განგრძობითად შეუძლია პროგრესირება და ახლა როცა ემატება უკვე ისევ ჩემპიონთა ლიგა, დემიკელისის ამბავი კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ხდება. თან სტარტზე ბოდიში მიშა შტუტგარტი იქნება ბაიერნის მეტოქე და არა ლაიფციგი, ეგაც ხელს უწყობს რომ თლად ეგრე ცუდად არ დაიწყოს ახალი სეზონი. ასე კოშმარული დასაწყისი არის. ანუ ის მაგის ფონზე მით უმეტეს რომ ოლივერნერმა რაღაცნაირად სეზონი შემოატრიალა ეგეთი სტარტის შემდეგ გუნდი ლიგაზე გაიყვანა. უფრო დიდი წნეხი იქნება ამ კუთხით დემიკელისზე. შეიძლება ჩემპიონობას არ თხოვენ პირველივე წელს, მაგრამ
უკეთესად უნდა თამაშობდეს გუნდი, ვიდრე გასულ სეზონში ხო პროგრამა მინიმუმი ხო ეგ უნდა იყოს. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს ლაიფციგი და უნდა სადაც რომ ბაიერნთან შეამციროს ჩამორჩენა, ვიდრე ქონდა წინა სეზონში. იგივე დორტმუნდთანაც, თუმცა დორტმუნდი იყო მეორე. ასე მოთამაშე ბაიერნთან მიხვიდი და ეგრევე მოთხოვა ბუნდესლიგა მოიგიო, ცოტა უნამუსობაც კია, მაგრამ მოი სამეორე ოთხეული რეალურია. კი. და ალბათ სადღაც ხათ ესე თქვა დასახულ დავალება თუ არა, ყოველ შემთხვევაში სურვილად რომ 24 გუნდში მოხვდეს ჩემპიონთა ლიგაზე ლაიფციგი. და ის დამატებით პლეიოფი მაინც ითამაშოს. სიღრმე ყოველ შემთხვევაში აძლევს ამის საშუალებას კლუბს, რომ რამდენიმე ტურნირზე ერთად იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. დანარჩენი უკვე დემიკელზეც იქნება. კი, იგივე შემტევების ხო რომულუც დარჩა გუნდში, თქვა ზაივალდის არ გაუშვეს, ბაკაიოკოც კი დიომანდეს წასვლა კი ვახსენეთ, მაგრამ არიან მაინც ფეხბურთელები, რომელთაც რესურსობრივად შეუძლიათ ეს. იყო რომ ძალიან დიდი განსხვავების შექმნელი იყო დიომანდე. საგოლე პასი იქნებოდა გოლები თუ უბრალოდ მწვავე მომენტების შექმნა გუნდისთვის. ეხლა მუნდიალზეც სამივეს მოგვიწია ხო დიომანდეს თამაშების ზახუნა და რა ვიცი იყო მომენტები როცა მართლა შეუჩერებელი გეგონებოდა ისე დაკროდა ფლანგზე და ორივე ფრთაზე შეუძლია ორივე ფრთაზე შეუძლია თამაშიდან ეგა კიდე პლუსი აი მაგ ხვრელის აღმოფხრა იქნება მთავარი საფიქრალი წესის დემიკელისისთვის ხო შემდეგი კლუბი შტუტგარტი იქნება რომელიც ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ადგილით ბუნდესლიგაში მანამდე გახსოვს გასაოცარი სეზონი როდესაც ბაიერნს აჯობა საერთოდ და მეორე ადგილზე დაამთავრა როცა ლევერკუზენი გაჩემპიონდა ეგეთი რამეც მოხდა რომ ბაიერნს აჯობა მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა იმიტომ რომ ლევერკუზენმა და ჩემპიონს მოახდინეს სასწაული დაუმარცხებლად მოიგეს ბუნდესლიგა ხო იცი რა თან მანამდე გავიხსენებთ კიდევ რა ხდებოდა გუნდის ძლივს გადარჩა გავარდნას წინა სეზონში სებასტიან ჰიუმენის ახალი მისული აპრილში მივიდა, მაშინ გუნდი დაატოვა ბუნდესლიგაში და მერე უკვე ისეთ სეზონი ჩაატარა გუნდმა, რომ მეორეზეც კი გავიდა და აჯობა ბაიერნს. და ევროზეც გახსოვთ ხო, ნაგელსმანმა რომ გამოიძახა 5-5 ფეხბურთელი იყო ბაიერნიდან და შტუტგარტიდან. ხო, ესეც რამხელა უფრო მეტიც იყო შტუტგარტიდან გამოძახა. რაღაც მომენტში კი ტურნირამდე 6-5 უგებდა შტუტგარტი ხო. ჯობნიდა და ეგეთი რაღაცაც უპრეცედენტოა ამ საუკუნეში ყოველ შემთხვევაში. შტუტგარტს რაც ემართება ხოლმე უბრალოდ ბოლო წლებში ეგ არის რომ სიღრმის არქონის გამო სეზონის მეორე ნახევარში რაღაც თამაშებში გუნდზე გადაღლა ეტყობა, თან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, შეტევაზე ორიენტირებულს და ბოლოსკენ ძალიან უკლებს ხოლმე. მთელი სეზონი გასულ წელსაც კარგად მიდიოდა და ბოლოს სათუო გაიხადა საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა არ გასვლის საქმე და წელსაც უბრალოდ ტრანსფერებს რო ჩავხედე, ისეთი არავინ დაუმატებიათ რომ თქვა რომ ხო თუმცა აი ეს გუნდი წელს უკეთესი იქნება. 4-ისთვის ალბათ იბრძოლებს და წესით უნდა იბრძოლოს კიდეც, მაგრამ აი რაღაც დიდ სიახლე შტუტგარტის თამაშისგან არ ველი. ხო, შტილერის შენარჩუნება, დემიროვიჩის შენარჩუნება. ხო, ეგ ეიჩინოვიჩი დაიმატა ვოლცბურგიდან. ეგ უნდა მეთქვა, ძალიან საინტერესო პერსონაჟია, იმიტომ რომ მიუნხენშია დაბადებული. არ მონტენეგროელია კი ესე, მაგრამ ნუ გერმანიის მოქალაქეობაც აქვს, მიუნხენშია დაბადებული. ბაიერნის აკადემიას გაიარა ძალიან ანდრეულასაკში და როგორც თვითონ ამბობს ინტერვიუში, არ მოვეწონე და არ დამეტოვესო და მე რაღაც 19 წლებში გადაკვეთა რომ ჰქონდა უკვე ვოლცბურგიდან რომ გაუტანა გოლი, ვეღარ მოვითმე და აღნიშნეო. ასე გაფრაზებულმა დემონსტრაციულად აღნიშნა გოლი. ვოლსბურგიდან მივიდა, ესე ვთქვათ, ვოლსბურგი რომელიც გავარდა მეორე ბუნდესლიგაში. ხო, იქ მთავარი ფავორიტია ახლა ასე მიიჩნევა ყოველ შემთხვევაში, რომ ეგრევე ლოგიკურია. ტარგი ისეთი არ ქონდა ისე. ხო, მეორე ბუნდესლიგაში ზოგადად ბევრი სიურპრიზია ხომ და ასე წინასწარ მაინც რთულია განსაზღვრო პირველი მეორე ადგილოს ნები ყოველ შემთხვევაში. ნამდვილად. და ასევე ლეო საუერსაც ვიტყვი, სლოვაკ ფეხბურთელს, რომელიც დაიმატა შტუტგარტმა შვენიერი ფეხბურთელია ფეიენორდშიც იყო ბრედაშიც იყო იჯარი და თუ გახსოვთ თქვენ ჩვენს ეთერში იყო 30 წლამდელების ევროპის ჩემპიონატი და იქაც შეგვიძლია დაგვენახა თუ როგორი ესეთი კარგი ტალანტი იყო გავიხსენოთ იგივე ესპანეთთან პირველივე თამაში გახსნის თამაში რაც იყო როცა 0-2 ამოატრიალა სლოვაკეთმა და 2-2 გახადა მაინც წააგო მაგრამ უდესი ამბავი იყო ნამდვილად ხო და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა სწორედ ლეო ხო და ახლა ისიც ითამაშებს შტუტგარტის შემადგენლობაში და იმ სიღრმისთვის ესეც გრიშა პრომაგიც ხო შტუტგარტში გადავიდა ხო? აუ ერთი წუთია. ფინალშიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ 20 წლამდელები რომ ახსენეთ ან გერმანიის ნაკრებშიც კი. გამორჩეული მატჩები ქონდა და ახალგაზრდული ძალად საკმაოდ მაღლა არის ამოწეული ამ მატჩის კარგად ერწყმის. თან ესე დიდი გამოცდილება შეიძლება ჯერ არ აქვს, მაგრამ ისე თამაშობს თითქოს უკვე წლებია ბუნდესლიგაშიაო. აი ეს თვითდაჯერება რომ აქვს ამ დონეზე, უმნიშვნელოვანესი ამბავია, თან იელჩი, რომელიც წინა ორ სეზონში იყო როტაციის ფეხბურთელი მაინც, ხო?
იმიტომ რომ იულიან შაბო თუ დამძრეული იყო რამონ ჰენდრიქსი, სწორედ მაცვლიდა ხოლმე ეს ფეხბურთელი. შაბოსთან იდეაში ის ფეხბურთელია, რომელიც დროიტყვიან გააცოცხლა. იონესმა თორემ გავარდნილ კილოში თამაშობდა და სწორად შეისყიდა შტუტგარტმა, გახდა ძირითადი შეუცვლელი წევრი და იმაზე კარგად თამაშობს, ვიდრე ოდესმე უთამაშია, თან ის არ არის, რომ ახალგაზრდა ტალანტი 28 წლის იყო, რომ დაიმატა შტუტგარტში. ხო, მანამდე სამდორიაშიც არ იყო ცუდი სერიაში. იტალიური გამოცდილებას მიიღო. მართალი ხარ, ნახევარდაცვაში იბრძოლებს კიდევაც ერთადი შემადგენლობისთვის და სიღრმეს მეტეს ხო შტილერის არ ყოფნაში დასვენების საშუალება ექნება შტილერს უფრო მეტად. კი, ეგსაც საინტერესო პოზიცია შტუტგარტისთვისაც, იმიტომ რომ იქ გარდა მორი ფეხბურთელისა, არ დაგვეწოდოთ ჩემ ანდრესია, ატაკან გარაზორია და გარაზორის და ანდრესის კონკურენცია როგორი იყო ამ ბოლო სეზონში, ესეც გვახსოვს, ხან ერთი იყო დროითაჩი, ხან მეორე, ხან ორივე ერთად და გარანტირებული არცეთ არ ქონა ადგილი. თან ანდრეს აქვს ის მამატების პერსპექტივა, არ იყო შეუცვლელი წევრი და არ იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად შტუტგარტში, მაგრამ ქონდა ხოლმე რაღაც მატჩები, სადაც ის ტალანტი იგრძნობოდა და ხედავდი რომ ამ ფეხბურთელს შეუძლია ახალ ეტაპზე გადასვლა და ეს სეზონი შეიძლება იყოს. ამისთან მithumetes სევაჰიონდეს გამოსდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. კი, საკმაოდ კარგად. ალბათ ლევერკუზენზე გადასვლაც შეგვიძლია, გუნდზე რომელმაც ბოლო მოახერხა რომ დაერღვია სიმშვიდე ბაიერნისთვის და ის ზღაპრული სეზონის შემოგთავაზა დაუმარცხებელი ჩემპიონობა გერმანიის ჩემპიონატში, თუმცა ახლა იგივე მიზნები თითქოს ვეღარ აქვს. გუნდთან ბევრი ცვლილება იყო ყოველ წლების განმავლობაში და ესაც რა თქმა უნდა ხელს უშლიდა, მათ შორის მწვრთნელების შეცვლა, საკვანძო ფეხბურთელების გამოკვლევა, გრიმალდოც წავიდა ახლა უკვე. ხო, ახლა გრიმალდო, ვიცი, გრიმალდო, ფრიმპონგი, ხო. უცებ ესე არსაიდან ბევრი ლიდერი წავიდა. ცირა ტენჰაგისთვის და იგივე კასპერ იულმანისთვისაც ძალიან რთული იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ვინც არ უნდა მისულიყო, დახვდა ყველას ახალი გუნდი. წასული ფეხბურთელები და მოსული ახალი მოთამაშეები და ამ ყველაფერს დრო სჭირდება ხო დაალაგება შენ ტაქტიკაზე მორგება თან ნახეთო ტენჰაგი მესამე ტურიდან უკვე აღარ იყო თავარი მწვრთნელი იმივიდა გასპერ იულმანი კი თქვა ძალიან სახსენეში ხო არ იყო ის ფეხბურთი ესას ლევერკუზენის ფეხბურთი არ იყო ხო მაგრამ აი ამ რაღაცა პრაგმატიზმში და ჭადრაკში სტაბილურობა იპოვა რაღაც პერიოდი იულმანმა ფაქტია და კი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა გუნდი და სხვა შტუტგარტმა აჯობა ერთ-ერთი ხვედრაშიც. თუმცა ახლოს იყო კი ნამდვილად და სტაბილურობა იპოვაში გულისხმობს იმას რომ დაცვა და ალაგა ნახევარდაცვა ორგანიზებული იყო საკმაოდ და იგივე ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნენ არსენალთან და ამაში მოულოდნელი არაფერი არ იყო მაგრამ ბოლომდე იბრძოლა გუნდმა მაქსიმალურად და თავისი სული და გული დადო პირველი თამაშის მოგებასთანაც ახლოს იყვნენ თან რომ არა ის აკიდებული პენალტი ბოლოსკენ და ის ღირსეულად გამოეთიშა გუნდი ასპარეზობას და ისე და ესე მივდივარ იქითკე რომ ძალიან რთულ დროს მივიდა კასპერი გუნდში და ასე ბოლომდე მასზე გადატეხვაც არ გამოვიდოდა. მარტივი არ იქნება ახალი მწვრთნელისთვისაც, კარლოს მარტინესი ტულუზაში მუშაობდა, მიშომაც უკვე ახსენა იქაური პერიოდი, სადაც მოიხვეჭა რეპუტაციაც თასის მოგებით და არა მარტო თასის მოგებით. ხო, ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გაიყვანა ტულუზა და დიდი ამბავია მithumetes ეგეთი გუნდისთვის. თან არის მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთი არ უთამაშია პროფესიონალურ დონეზე, 16 წლიდან იყო ნოველის ოცნება, რომ გახდარიყო მწვრთნელი. გამოიარა ლამასია, იქ წვრთნიდა ახალგაზრდულ გუნდს. ქუვეითის 20 წლამდელთან ნაკრებშიც კი მოასწრო მუშაობა. ეგზოტიკური გამოცდილება. მაგრამ ტულუზაში დაამტკიცა ყველაზე უკეთ თავისი დონე და თან ხო სათამაშო სტილით შეიძლება ჩაბი ალონსო არა, მაგრამ იდეალურად შეესაბამება ლევერკუზენს. თავად მისი საყვარელი მწვრთნელი არის პეპ გვარდიოლა და ამ სტილის მიმდევარია და ნახოთ რა გამოვა ახალგაზრდებთან მუშაობაც იდეალურად გამოსდის ისევე როგორც ტულუზაში და მანამდე სულ ახალგაზრდებთან უწევდა პრინციპში იქ 20 წლამდელთან ნაკრები და ლამასია. ირაულაძეც იწერებოდა გახსოვთ ხო რაღაც მომენტში თითქოს ლევერკუზენს, მაგრამ ნუ წავიდა ლივერპულში ანდონი მოგეხსენებათ, უკვე გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელია. კონკრეტ ესპანელ მწვრთნელს ეძებდნენ. ეგრე გამოვიდა. აი ხო, ზუსტად, მაინც აი ალონსო რო ახსოვთ. და ყველა ის ზღაპრული წუთი და წამი, რაც გაუტარებიათ ერთად და მოიგეს ეს დაუმარცხებელი ბუნდესლიგა, ხო, ნუ უნებრივია რომ ესპანელისკენ მაინც წავიდნენ. ლიგა ერთული კითხვა მაქვს კიდევ ერთი შენთან, მიშო. ფანკუნდო მედინა დაიმატა ლევერკუზენმა. მედინაც ისეთი. და აი როგორ იყო მარსელში, აბა? მარსელშიც კარგი იყო მედინა მანამდე. ლანშიც კარგი იყო. უბრალოდ მარსელი ძალიან არეული იყო ბოლოს, მან ვერ გაიგებდი ვინ კარგი იყო, ვინ ცუდი. თან გრინვუდის წავიდა აგერ. ისე ირევა როგორც ყოველთვის მარსელში სიტუაცია ბოლო წლებში, მაგრამ ლანშიც საკმაოდ ისეთი ხისტი ისეთი მცველი, რომელსაც ლიდერობა შეუძლია მინდორზე, ფიცხი და
ლევერკუზენისთვის იდეალური ტრანსფერი უნდა იყოს. შეიძლება მადრიდის რეალისტვის არა, მაგრამ ლევერკუზენში წესით მედინა უნდა გამოვადგეთ. თან არგენტინელი დახვდება, ზეგერ ფერნანდესი არის ადგილზე. კი. იყო ამ სოფლიო ჩემპიონატზე წასული სკალონის ნაკრებში. შიკი იქნება კვლავ მთავარი ფორვარდი, მაგრამ არის ახალი სახეც გუნდში. დავახსენოთ ახლა ალფონსო მორეირა, გარემარბი და ასევე მიგელ გუტიერესი კიდევ ერთი შემტევი ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც აქვს დიდი პოტენციალი, აღიარებული პოტენციალი, ნიჭი. თუმცა როგორ შეერწყმება ერთმანეთს ეგ ყველაფერი ეგ უნდა გავარკვიოთ ახალ სეზონში. ესე გუტიერესისთვის კომფორტული იქნება ეს მამაცნობთან ხო, თან მორეირას ლიონში მშვენიერი სეზონი ჰქონდა. საფრანგეთიდან ეს კარგი მორეირები წავიდნენ სტრასბურგიდან მილანში და ლიონიდან გადმოვარგდა ლევერკუზენში და მორეირას წინა წელს ხო ჰქონდა მშვენიერი სეზონი ლიონთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა, იყო ძირითადის ფეხბურთელი და რავი რატომაც არა ლევერკუზენში, მით უმეტეს ამ ფეხბურთელს ლიგა 1-დან კარგად იცნობს ნოველი და იცის მისი პლუსები. ისევე როგორც მედინას პრინციპში, ეგეც კარგი ამბავია, რომ მწვრთნელი ორივე ფეხბურთელს ასე თუ ისე იცნობს და მათთან დაპირისპირება მოუწია არაერთხელ. ხო, ბაიერნის შემდეგ ალბათ ეგ 4 კლუბია, მაინც გამოსაყოფი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და შემდეგ ალბათ ჰოფენჰაიმზე უნდა გადავიდეთ. რომელიც საინტერესო პროექტია უკვე კარგა ხანია თან კრისტიან ილცერსაც ჩვენურად ვიცნობთ, იცნობს ჩვენი მაყურებელიც. კი, ოთარ გედეშვილის მწვრთნელი იყო თავის დროზე შტურმში. და გერმანიის ალბათ საუკეთესო მეკარე ყავს ოფენჰაიმის ოლივერ ბაუმანის სახით ამ მომენტში. ხო, ეს რევოლუციონალურად იღეს, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში სანამ ნოიერს დაითანხმდნენ, ფაქტია, ხო, ის უნდა ყოფილიყო ნაკრების პირველი ნომერი და აი ესე უცებ რა შანსი მიიღო კარიერაში, რასაც ალბათ რასაც ოცნებობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვეღარ წარმოიგენდა დიდი ალბათობით, თან როცა უკვე ნიუბელი იყო, ურბიკი წამოვიდა, ატუბოლოს ვარიანტი, ვთქვათ, ფინდამენი, ვისაც ასევე რეგულარულად იძახებდა ნაგელსმანი ნაკრებში, მაგრამ აი ესე ბაუმანი ხდებოდა სოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნომერი, მაგრამ იდგა მაინც ნოიერი. ხო, კრამარიჩი, რა თქმა უნდა, ისე ჰოფენჰაიმში ამხრივას არაფერი იცვება, კაცი რომელსაც ყველგან შეუძლია თამაში, ეტუქის ნახევარზე და უკან ჩამოსვლა ძალიან უყვარს. გოლების გატანა, ასისტები და ასევე მაქს მორშტეტი, ესეთი ფეხბურთელიც ყავს ჰოფენჰაიმს, რომელიც წლებია აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად გერმანიაში. თუმცა ჯერმანიც ვერ გაამართლა ალბათ. ხო, ის ვერ არის ჯერჯერობით რასაც ელიან მისგან და ჰოფენჰაიმსაც უკვე წლებია ხოლმე, წლებია ეგ პრობლემა აქვს ხოლმე, რაც არის რომ პირველ წრეში იბრძვის ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის, ბოლო 5 ტურშიც აქვს ამის შანსი, მაგრამ ბოლო მომენტში ხან გამოცდილება აკლდება, ხან გამძლეობა ჯარი აქვს. ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ნაგელსმანის წასვლის მერე. მაგრამ ნუ ჰოფენჰაიმი არ არის ის გუნდი, რომელსაც კიდე თუ არა მოთხოვს იქ უფროსოა რომ თქვენ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ითამაშოთ შემდეგ წელს ევროტურნირზე რომ გადის, ეგეც დიდი ამბავია და რაც თავარია ილცერია თამაშებს სისტემურად ძალიან გამართულ ფეხბურთს. წინა სეზონში ერთ-ერთი მთავარი პლუსი რაც იყო ჰოფენჰაიმის და ამ მწვრთნელის ზუსტად ილცერის, რომ გაგვაუცა პრესინგით. განსაკუთრებით ბაიერნის წინააღმდეგ. პირველ წრეშიც, როცა მე ვთვლი რომ იმ ნახევარსაათში სადაც დაჯობა მიუხან უგრანს და წააგო კი ბატონო ორივე თამაში ბაიერნთან, მაგრამ მეორე წრეში ძალიან სარენაზე იყო 10 კაცით და მაინც თამამად მიდიოდა პრესინგზე, შეტევაში და იღებდა გოლებს, მაგრამ კარგი ის იყო, არ გაითიშა გუნდი, არ შეეშინდა, არ შეეპოვა ამ ყველაფერს და მაინც ჯიუტად მიდიოდა წინ თამამად და ეს დავაფასე ძალიან. ამ გუნდში და ეს უბრალოდ ბაიერნთან ყველაზე ისეთი ნათელი მაგალითი, თორემ სხვა შეხვედრებშიც ეს გუნდი თამაშობდა ჩინებულ პრესინგს და ფისნიკ ასლანი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ამ პრესინგში. ხო, ფრანკფურტის აინტრახტი თუ არის თქვენთვის ისეთი კლუბი, რომელსაც შეუძლია რომ იბრძოლოს ჩემპიონთა ლიგის ბილეთისთვის ან ევროპული საგზურისთვის. ევროპული საგზურისთვის უფრო ალბათ. ადი ჰიუტერი დაბრუნდა და ადი ჰიუტერი ის კაცია ჩემი აზრით, ვისაც შეუძლია რომ აინტრახტი გაიყვანოს ჩემპიონთა ლიგაზე. რამდენად აინტრახტსაც ბოლო წლებში ყველა დიდი ფეხბურთელი ვინც ყავდათ საკვანძო ფეხბურთელი ყველა დაკარგა, ხო იქ მარმუშე კიტიკე იყო და სულ მიდიან ამ გუნდიდან ფეხბურთელები, მაგრამ როგორღაც ახერხებს ყოველთვის რომ მაინც კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ყავდეს სეზონის მიმდინარეობისას და ადი ჰიუტერი თან ამ გუნდში გამოცდილი კაცი, ზოგადად ძალიან გამოცდილი მწვრთნელი, მონაკოდანაც ადი ჰიუტერის გაშვება წესით არანებელი ექნებათ, იმიტომ რომ 4 ხეულში სტაბილურად მოთამაშე 4 ხეულისთვის სტაბილურად მებრძოლი გუნდი ყავდა, ასე თუ ისე გამართულ ფეხბურთს თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგაზე გადიოდა, აღარ მოეწონათ ადი ჰიუტერი გაუშვეს და მონაკო ბევრად უარესი გახდა მისი წამოსვლის შემდეგ და
აინტრახტში მით უმეტეს ნაცნობ გარემოში მე მგონია რომ იქნება კონკურენტუნარიანი აინტრახტი და იბრძოლებს ლიგისთვის. ხო, მერვე ადგილზე გავიდა წინა სეზონში აინტრახტი, დეკადის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აინტრახტისთვის ბუნდესლიგაში უშუალოდ და ახლა თან უკვე ვახსენეთ კიდევ ერთი დაკარგული ვარსკვლავი ნათანიელ ბრაუნის სახით, ნილს ნკუნკუ მოიყვანეს ამაგეროთ და ის ეცდება რომ სიცარიელში შეავსოს რაც გამოიწვია იმ წასვლა. ხო, თან ადი ჰიუტერი დაბრუნდა ვაგერ თქვით და მან საკუთარი ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი გაატარა აინტრახტში და კარგი დანატოვარი დაახტო ოლივერ გლასნერს, რომელსაც მე თავისი ამბები დააშენა ამ ყველაფერზე მივიდა გუნდი ევროპა ლიგის ტიტულამდე, ხო? და შესაბამისად ადი ჰიუტერი იქაური პუბლიკისთვის ძალიან კარგი საყვარელი ფიგურაა. ესიამოვნად მისი დაბრუნება და იმედებათ აცტოვარია. ოსკარ ჰოილუნისაც ეიმედებათ, რომელიც ახალწეულია და ნახევარდაცვაში ძალიან ჭირდებოდა თან ახალი სახე, რადგან მაინც და მაინც კარგი შუა ხაზით ვეღარ გამოირჩეოდა წინა სეზონში უკვე. ოსკარ ჰოილუნი ხო იყო წინა სეზონშიც. ოღონდ დიჯარით იყო და ეხლა მგონი მთლიანად გამოიწვია. აშენ გამოსკლებეგულის ხმე, ხო? ტრანსფერის უფასო, რაც თვალგადაწყვეტილი ამბავი არ იყო ამ ახალ სეზონამდე. ხო, იქ მაინც სხირი, რომელიც იყო მთავარი ლიდერი, თან გამოსტილებაზე ვიდან და ჰოილუნი, ლარსონი იგივე ამ როტაციაში მშვენივრად მოქმედებდნენ ცენტრში. ფრაიბურგი ალბათ შემდეგი ის უნდა იყოს ჩვენს პრევიუში ევროპა ლიგის ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე იქნება ამ ახალ სეზონში უკვე და ბოდიში გაწვდენებ იბერიას ესეთი პოტენციური მეტოქია თუ რა თქმა უნდა ჩვენ განაგდებული გვაქვს კონფერენს ლიგა მაგრამ სათამაშოა კიდევ ორი თამაში ხო შეიძლება ევროპა ლიგაზეც აღმოჩნდეთ არავინ იცის მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე თუ ვიყავით ერთ-ერთი პოტენციური მეტოქია ფრაიბურგი on ფრაიბურგსაც აქვს რა თქმა უნდა რესურსი რომ რაიმე სიურპრიზი შემოგთავაზოს და ევროპული საგზური კიდევ ერთხელ მოიპოვოს. მათ შორის სამეკარეო პოზიციაც არის მან აქტუალური ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნომრისთვის ბრძოლაც მიდიოდა წინა სეზონში და ახლაც არის ჯერ კიდევ მაინც პირველი. ხო ეს კაუასანტოს ცეტერერის კონკურენცია წინა სეზონში. თუმცა ფრაიბურგში როგორც იქ დიომანდე ვთქვით მანზამბის წასვლა იქნება უდიდესი პრობლემა. თუ ესე ფართო საზოგადოება სოფლიო ჩემპიონატიდან გაიცნო, წინა წელს ვხედავდით ბუნდესლიგაში რამდენად კარგი იყო და რამხელა გავლენა ჰქონდა ფრაიბურგის თამაშზე. როგორც დაცვით ასპექტებში, ისე შეტევაში. არაერთი ქულის მომტანი გოლიც გაიტანა საჯარიმოს გარედან და ზოგადად გასულ სეზონში ბუნდესლიგაში დაამტკიცა რომ დიდი ტალანტი იყო და ასეთი ფეხბურთელის გამოკლება ლაიფციგის რაღაცა და ფრაიბურგის ზონის გუნდისთვის ვერ იქნება კაი ამბავი. და გახსოვთ თან და მისი შეცვლა იქნება ძალიან რთული, თორემ კი შეიძლება ვიღაც მოიყვანონ და მოიყვანენ რა თქმა უნდა. სოფლიოზეც ხო როგორ ჯინებულად გამოვიდა მანზამბი და 5 საგოლი მოქმედება ჰქონდა. ახალგაზრდებს შორის ხოლო თომას მიულერმა აჯობა ისტორიულად ესეც როგორი ამბავი დააფიქსირა მან და რა დროს გამოაკლდა ხო? გუნდს კოლუმბიასა ჰქონდა სათამაშო მერვედფინალი და ტრავმის გამო დააკლდა შვეიცარიაზე. მაინც გავიდა გუნდი კი პენალტების სერიაში, მაგრამ მერე გამოვარდა არგენტინასა სამაგიეროდ. იქაც საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო, ნახეთ. იქაც ვერ ითამაშა არგენტინასთან, ხო? არა, იქაც ვერ იყო. იქაც ვერ იყო. არგენტინასთანაც იქაც ვერ იყო. შვეიცარიას ყალებში შეიძლება მთავარი კაცი დააკლდა. მანზამბის სახით. კი, ნამდვილად. ო ტრანსფერებიდან კი ის უკვე გოტოს გამორჩევა შეიძლება ანდერლეხტიდან დაიმატეს ეს ფორვარდი, რომელსაც შეუძლია ფლანგზე გადაწევაც და იქიდან თამაში. პოტენციალი დიდია ამ ხრივაც. ჩემ მეკარი ახსენეთ ზეღა და ნუ ატუბოლო ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო წინა სეზონში და რა თქმა უნდა გვერდსურაულით ვინჩენცო გრიფოს ხორმამაც კონტრაქტი გააგრძელა კიდევ ფრაიბურგთან კაცი რომელიც არის ბუნდესლიგის მინი ჟუნინიო ხო ესეთ ჯარიმებს ასრულებს იტალიელი და თან მანამდე 10 წლის წინ მოაგებდა მეორე ბუნდესლიგა ფრაიბურგს იყო წასული ამ გუნდიდან დაბრუნდა და აი დღემდე როგორი ერთგული ჯარისკაცია ის და რა თქმა უნდა ისევ და ისევ ვინჩენცო გრიფო რომელიც რჩება გუნდში და დარჩება ლიდერად. იგორ მატანოვიჩი შეტევაში გამოსარჩევი ფეხბურთელი. აი აქ რომ იყო ბუდუს თანაგუნდელი თავის დროზე კავშირში. ხო, სამწუხაროდ გამოვიყენე შანსი აი აქ კავშირში. სამწუხაროდ აღარ იქნება ბუნდესლიგაში. ამჯერად ბუდუზი უზივაძე ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ჰაიდენჰაიმში აკლავ ქართველი, თუმცა მეორე ბუნდესლიგაც არის სედან სპორტის ეთერში და რა თქმა უნდა შეგეძლებათ ხოლმე თვალყურის დევნება ბუდუსთვის. უკვე მოვასწრეთ კიდევაც და გოლიც მოვასწრო. გოლის გაიტანა, კი. რენე ვაგნერი და კიოლნი და რახან მეორე ბუნდესლიგაზე ვილაპარაკეთ და ქართველებზე ლუკა ლოჩოშვილი გვეყოლება წელს ბუნდესლიგაში ბილის თხებში
თან წესი და რიგით ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებენ კიელნში. გაიცნო გერმანულ ფეხბურთსაც, მეორე ბუნდესლიგას ნიუნბერგთან ერთად და ახლა უკვე დაიმსახურა სრულიად რომ ახალ ეტაპზე გადასულიყო. კი, საკმაოდ ისე კარგი გამოცდილება მიიღო კლოზესთან. საყვარელი ფეხბურთელი იყო მიროსლავ კლოზესი. იმის ფონზე რომ სეზონის სტარტზე გასულ წელს ნიურნბერგმა დაიმატა კნოხე და დაიმატა ლოჩოშვილი, კნოხე რომელიც უნიონ ბერლინის კაპიტანობდა, ბუნდესლიგური გამოცდილება ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგის და დაბრუნდა მშობლიურ გუნდში. უფრო მეორე ცველად მოიაზრებოდა ლოჩოშვილი, მაგრამ მთელი სეზონი სკამზე დასვა და საუკეთესო იყო თავის გუნდში. განიხილება ლოჩოშვილი როგორც ძირითადი შემადგენლობის წევრი ახალი სეზონის სტარტზე ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღო მონაწილეობა უკვე კიელნთან ერთად და ჩვენი ერთდაბეჭდება დატოვა გულშემატკივარზეც თან ესეთი ძველი ყაიდის მცველია უფრო დომინანტური ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მაგის მიუხედავად მაინც შეტევაშიც შეუძლია რომ იყოს სასარგებლო რაც ნაკრებთანაც უჩვენებია და მეორე სართულზე თუნდაც ხო შედევაში თავით ერთი გოლი გაუტანია. კიელნმა კიდევ ბოლონიადან დაიმატა იჯარით დალინგა, რომელიც იმ ნოველის ტულუზაზე რომ საუბრობდით, იქ იყო წამყვანი ფეხბურთელი, დიდი წვლილი იმ თასის მოგებაში, თავარი ფორვარდი ბოლონიაში ისე ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, მაგრამ მოდესტის ასვლის შემდეგ ჩემი აზრით კიელნს არ ყოლია მსგავსი სტილის და მსგავსი გამტანი ფორვარდი, რაც ძალიან კარგი ამბავი უნდა იყოს ლოჩოშვილის გუნდისთვის. ხო, იქ ბოლონიაში თუნდაც კასტრო იყო ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მისი და იმდენად კიდე არ ეძლეოდა საშუალება და არ ქონდა სადამაშო დრო დალინგას, მაგრამ როტაციაში იყენებდნენ ხშირად, ნამდვილად, სერიაშიც და თასზეც თუნდაც ან ევროტურნირზეც და ჩემპიონთა ლიგური გამოცდილებას მიიღო და ის იტალიური ტაქტიკური გამოცდილება რო ხსალკე პლუსი და კიდე ზევიდა. თან კიელნი წესი და რიგით ესე გადაჭრეს თქმა უნდა ვერ ვიტყვით, მაგრამ და კიელნს დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს ბუნდესლიგაში, რადგან ჩემი აზრით მაგალითად არიან იქ უფრო სუსტი გუნდები წელს, მაგრამ ამბავი ეგ არის რომ რენე ვაგნერისთვის პირველი დიდი გამოცდა არის როგორც ასეთი მთავარი მწვრთნელის პოსტი. ბოლო 5 თამაში იყო. ხო, აქამდე იყო დროებითი მწვრთნელი და პირველად იქნება ისე რომ სრულფასოვანი კონტრაქტი აქვს 2028 წლამდე. თავის დროზე ბაუმგარტის ასისტენტი იყო სწორედ კიელნში იმ სეზონში, როცა კონფერენც ლიგაზე გავიდა გუნდი და სწორედ ის მოდესტი ოსჯანის კარგი კიელნი იყო სანამ დაიშლებოდა შემდეგ და ჩამოიშლებოდა ის გუნდი და პირველი ისეთი გამოცდაა და მოკლედ აქაც ახალი მწვრთნელი ყავს, რომელთვისაც ასეთი პასუხისგებლობა უცხოა, რასაც ქვია რომ მთელი სეზონი იმასია დამოკიდებული, ასე რომ ნახოთ იმედია რომ გაამართლებს. ჩვენ ეს გვინდა. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია უბრალოდ ერიკ მარტელი. რომელიც წავიდა გუნდიდან, კარიერას გააგრძელებს მაინცში. მარტელი, რომელსაც ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, ცველადაც გვინახავს 6-იანზე, 8-იანზე, სიტუაციურ 10-იანზე, აი ასეთი უნივერსალი ფეხბურთელი, ესეთი ჯარისკაცი წავიდა გუნდიდან და ურს ფიშერთან უკვე მაინცში ვნახავთ მას ახალ კიელნის ბიჭი იყო მარტელი. კიელნის ბიჭი იყო და ხო, კი და ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. წინა სეზონშიც ხო ერთ-ერთი გამორჩეული იყო ულაპარაკობდა. ჰექტორივით არ უყვარდათ, მაგრამ ხო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არც ძალიან შორს იყო, ხო? და იგივე ნახსენებ ზარდამდელების ევროპაზეც იმ გერმანიის ნაკრებში ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ხო, განსაკუთრებით დიდი დოზით შეგვეძლება ჩვენ რა თქმა უნდა კიელნის დაკვირვება, რადგან ლუკა ლოჩოშვილია გუნდში და მაქსიმალურად მიუყვებით კიელნის თამაშებს. ბევრი ახალი სახეა, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა ახლა არის რომ შვიდად დარჩეს გუნდი ბუნდესლიგაში და ეს ელიტური სტატუსი შეინარჩუნოს, თუმცა არ გამოვირცხოთ ისიც რომ დასარჩენად მოუწიოს ბრძოლა. ნახოთ, გამოიკვეთება სადღაც ალბათ 5-6 ტურის შემდეგ უკვე საით აიღებს ეს კიელნი. კი ბატონო. პატერბურნის დაბრუნება ესეც ხო შეიძლება საინტერესო, საკამდე გვინახავს ბუნდესლიგაში. გამახსენებოდი, ფულკრუგის დაბრუნება არ გაგიხარდა? აი, ხო, ეგეც როგორი ამბავია ესე ბრემენის ვერდერში. კაცი რომელიც გამოჩნდა ესე უცებ ახსაიდან მაღალ დონეზე, რა თამაშები ჩაატარა, როგორი გამტანი იყო, დორტმუნდში მშვენიერი იყო მერე, სოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანა მაშინ ჰანზი ფლიკმა და მერე უცებ გადასვლა პრემიერ ლიგაში ვესტჰემში აბსოლუტური ჩავარდნა, ტრავმები ზემო და ფსიქოლოგიური პრობლემები, მილანშიც არ გამოუვიდა არაფერი და ადგა კაცი და დაბრუნდა ბოსი, საიდანაც გავიცანით და თანოეზერ სტადიონს უხდება ფულკრუგი და ეს მწვანე მაისურის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მაგრად გამიხარდა რომ გავიგე რომ ბრუნდებოდა ბუნდესლიგაში უფრო სახალისო გახდება ვერდერის თამაშები. კი. პატერბურნი ალბათ უფრო დასარჩენად იბრძოლებს, ერთ-ერთი ფავორიტია იმისთვის რომ გავარდეს მაგ ბრძოლაში მონაწილეობისთვის და ნახოთ როგორ გავაგდება იქ ელერსბერგიც იქნება. ხო, ეს თუ დებიუტანტია. ქალაქიდან 13,000 მოსახლეობა და ახლა უკვე ელიტურ დივიზიონში უნდა ვნახოთ
და ხო, პადერბორნი ელვერსბერგი კიდევ ვისთვლია აი შენ გავარდნის ისეთ კონკურენტად. შალკეც ამოვიდა ესეც რა თქმა უნდა ვთქვა. შეიძლება გასაკვირად ჩათვალოთ წინა სეზონზე გამომდინარე, მაგრამ ჰამბურგისგან არ გამოვრიცხავ მაგ ზონაში ტრიალს, რადგან ბევრი ლიდერი გამოაკლდა. ისედაც არაერთი ფეხბურთელი ყავდა იჯარით დამატებული და მთავარი გამტანები მათ შორის გოჩოლიაშვილიც. იჯარით იყო და ის აღარ არის. უშკოვიჩი მთავარი, უშკოვიჩი რომელმაც გოლებიც გაიტანა ბრაიტონ ენდ ჰოვ ალბიონში გააგრძელებს კარიერას, 50 მილიონი გირვანკა მიიღო ამისთვის ტოტენჰემმა. თან ისეს ტოტენჰემს საკუთრება არ იყო აქამდეც. ხო. აი როგორც ახლა და ფაბიო ვიეირაც, რომელსაც 7 გოლი ჰქონდა და ასისტებიც კიდევ გაკეთებული. ჰამბურგზე ფიქრობ, ეგეთი წინათ გრძნობა მაქვს უნიონ ბერლინზე, იმიტომ რომ იმ სეზონის შემდეგ აი ლიგაზე რო გავიდნენ, ურს ფიშერის წასვლის შემდეგ უკან მოდის და გასულ სეზონშიც უკვე ძალიან უჭირდათ. და თან მით უმეტეს ტრანსფერებიც არ გაუკეთებიათ, ასე რომ უნიონ ბერლინი მგონია რომ ის გუნდი იქნება, რომელიც შეიძლება არ გავარდეს, მაგრამ სადღაც მანდ იტრიალებს და აი ახლა დამოსულ გუნდეს რაც შეეხება შალკემ ყველა მიცით რომ კარგი ტრანსფერები გააკეთა ისეთი უფრო ხმაურიანი ხო იგივე გოსენსი ჯეკო შეინარჩუნა კიდე რაღაც 1-2 კარგი სახელი იყო ხაზე პირად არ მახსოვს და ლურის კარიოსის აღზევება თავიდან ხო შალკეს ფსიქოლოგიური მოbrunება ის გამოუვიდა რომ ბირთუ შეინარჩუნა რომლითაც ამოვიდა ბუნდესლიგაში რომლითაც დაბრუნდა თუმცა მაინც ეს მთლიანი ღირებულება სატრანსფერო 65 მილიონი ევროა დაახლოებით რაც მაინც ძალიან ცოტაა ბუნდესლიგური საზომებითაც შესაბამისად მარტივი ამოცანა არ ეულდება ახლა სეზონში შალკეს თუ რაიმე არ მოასწრო კიდევ ამ ზაფხულში აი ჯუნიორ ადამუ და დინაებიმბე ხო კიდე ეს ორი კაცი არ ამ ორ კაცს ვიხსენებდი ვინც შალკემ დაიმატა ორივე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელი და ბუნდესლიგაში გამოცდილი ტოპ ლიგებში ებიმბე სიკლიგა ერჩიც უთამაშია ადამუს რა ჯეკო თავისთავად 40 წლის ადინ ჯეკოც იქნება შალკეში რაც საინტერესო დასაკვირვებელია როგორც მინიმუმ აი პეიჩინოვიჩს რო ექნება შანსი რომ დაუპირისპირდეს ედინ ჯეკოს გამოვა ის რომ იქნება თავისი კერპის წინააღმდეგ ხო თავისი თითსაყურელი ფეხბურთელის პირისპირ მოუწევს თამაში. ხო, აი დებიუტანზე რომ ამოვიდა ელვერსბერგი, ხო წინა სეზონში რა ახლოს იყო. გადმოსვლასთან წააგო ჰაიდენჰაიმთან ის ორ მატჩიანი დაპირისპირება, მაშინ ჰორშტეფენი იყო გუნდის თავარსული, მე წავიდა ვერდერში და ახლა სხვა შორის გუნდს კურსიდან არ გადაუხვევია, ისევ თამაშობენ ვერტიკალურ შემტევ ისეთ მიმზიდველ ეფექტურ ფეხბურთს, მაგრამ ჰამბურგის მაგალითი უნდა გავიხსენოთ, რომელიც დომინანტური იყო მეორე ბუნდესლიგაში, როგორც კი დონე შეეცვალა. მერლინ პოლსინმა სწრაფად გაანალიზეს ყველაფერი და შეცვალა სტილი, ხო? გადავიდა გუნდი, რომ მეორენევრად მოთამაშე კონჩეტევებზე და თან გოჩოლიაშვილი ზევიდა და მორბენალი იყო იგივე კიონიგსდორფერიც ამიტომ იყო უფრო ძირითადში და არა კლაცელი ტრავმაც ზევიდან ემატებოდა ამ ყველაფერს მართალია მაგრამ აი ტაქტიკურადაც უფრო კიონიგსდორფერის სტილი ფეხბურთელი ერგებოდა ვიდრე გლაცელის რომელიც დომინანტურ ფეხბურთში კი გამორჩეული და გამტანი იყო და აი ამ ორ გუნდში პადერბორნი და ელვერსბერგი რომელიც ორივე პრესინგს თამაშობს პადერბორნის სამცველიანია მართალია მაგრამ მაინც ორივეგან მეკარე მნიშვნელოვანია შეტევის წარმოწყებაში და ბურთის ამოტანაში ორივეს რომ უყვარს ეს შეტევა პრესინგი და შემდეგ აი ამ დონეზე როგორ იქნება უკვე მათი ფეხბურთი ესეც ინტრიგაა ზუსტად მაგაზე ვკითხულობდი სტატიას რომ ელვერსბერგი არის პატარა გუნდი რომელიც ცდილობს ითამაშოს დიდი გუნდებით მეორე ბუნდესლიგაში ეგ გამოსდიოდათ და იგივე ბაიერნში კომპანიის მოსვლა სხვა გვახსოვს ბარნლი ვიცი როგორი იყო ჩემპიონშიპში და პრემიერლიგაში რომ ცდილობდა მსგავს ფეხბურთის თამაშს არაფერი გამოვიდა სამაგეროდ კომპანი წაიყვანა მიუნხენის ბაიერნმა მაგრამ ნახოთ ელვერსბერგი მაგას როგორ იზამს პადერბორნი უფრო ისეთი გუნდია აი ბურთს რომ დაკარგავენ და დიდი ძალებით ხუთი კაცი რომ გარბის შეტევაში რომ ცდილობენ სწრაფად გამოიყენონ თავისი მომენტი თუ ელვერსბერგი ცდილობს კომბინირებულად ამოსვლას პადერბორნი თავის მომენტს ეჭიდება და ეგ არის რომ იქ მერე დაცვაში რჩებათ ხოლმე ძალიან დიდი სივრცეები თუმცა იქ ვოლსბურგთან საერთოდ არ ეტყობოდათ ეგ რომ მაგას ვერ გაუმკლავდნენ მით უმეტეს ვოლსბურგს ისეთ შემოდგენილობა ყავდა ძალიან დიდი მოლოდნელობა იყო პლეიოფში მათი გავარდა ზოგადად ისიც რომ მეორე ბუნდესლიგელი იგებს პლეიოფის თამაშს და ჯობნის ელიტის წარმომადგენელს იმ მომენტში. ხო, ეხლაც ეს იშვიათი შემთხვევა იყო უბრალოდ ვოლსბურგის წინააღმდეგ და ერთი რამ აგე დასაბასებელი რომ ელვერსბერგიდან წავიდა ელიას ბაუმი, ფილ ჰოიერი, ნოი ბაუერი, დაუბრუნდა თავის გუნდს ასლანიც, ჰოფენჰაიმში დაბრუნდა რომელიც იჯარით იყო მანამდე ელვერსბერგში, ნილს ოლიბუკიც ხო წავიდა როგორც კი დორტმუნდში მუშაობს აწი ხო, გაზაფხული და მოყოლებული და მას ჰქონდა ზუსტად ეს წარმატებული იჯარები ელვერსბერგში და მიუხედავად ამ
რამდენიმე ფეხბურთელის წასვლისა, გუნდმა გააგრძელა თავისი სვლა, იმ გზიდან არ გადავიდა, მიმართულებით იარა და მოვიდა საბოლოოდ იქამდე რომ არის ახლა ბუნდესლიგის დებიუტანტი და ველით ძალიან დიდი ინტერესით რას და როგორ ითამაშებენ. ტრანსფერებზეც უფრო აქტიური იყო ვიდრე პადერბორნი, მაგრამ ეს ისეთ სახელები არ იყო რომ ახლა წინასწარ ვთქვათ რომ აი ამას შეიძლება გაამართლოს, შეიძლება არ გაამართლოს. ეგელოსბერგის სკაუტინგმა იცის და მაგას სეზონის მიმდინარეობისას უფრო გავიგებს და გავიცნობთ იმ ფეხბურთელებს. თუმცა რამდენიმე ისეთი დანამატი ჰქონდათ რომ თავად ეიმედებათ და ფავორიტად დარჩენიც ელოსბერგს უფრო ასახელებენ ვიდრე პადერბორნს მაგალითად გერმანულ პრესაში. ხოშვის მეც დავეთანხმე. ესე თეორიულად ფურცად თორემ მე ახლა მიმდინარეობისას გამოჩნდება ყველაფერი, მაგრამ ეხლა ამ წუთას რომ მკითხო, მეც ელოსბერგს უფრო ვიტყვი ვიდრე პადერბორნს. ნუ ის ჰაიდენჰაიმი იყო ბუდუსში რომ პირველად ამოვიდა ბუნდესლიგაში და დარჩა. ხო, თან ევროპაშიც გავიდა ეგრევე. ბოლოს კიდევ ასეთი გუნდი, ვინც ესე პირველად ამოვიდა ბოლოს წლებში ბუნდესლიგაში, კილი იყო და კილი კი ვნახეთ რომ ძალიან ისე უსუსურად გავარდა და კი, ეგრევე, ხო. თქმა უნდა მარტივი არ იქნება ელოსბერგისთვის არაფერი, მაგრამ ნახოთ. ხო, პატარა ქალაქიდან არის, თან ზაარლანდის წარმომადგენელია და ამ მიწიდან ბოლო კლუბი ბუნდესლიგაში იყო ზაარბრიუკენი ჯერ კიდევ 93-ში. აქედან მოყოლებული არ ყოლია წარმომადგენელი. გამოდის რომ 33 წელია უკვე. ხო. 34 ეცება მარე და ამდეხნიანი პაუზის შემდეგ ეს ზაალანდის რეგიონსაც ხავს თავისი გუნდი. სიურპრიზი ვინ იქნება თქვენი აზრით? აი შეიძლება ელოსბერგი იყოს ეგ. შეიძლება. ხო, ბევრი ვარიანტია, ზოგადად ბუნდესლიგაში სიურპრიზები მრავლად არის, როგორც წესი, აინტრახტსაც აქვს თითქოს რესურსი, აი მაინცის განსაკუთრებით. მაინც ეგ უნდა ურს ფიშერის ჯერა, რაც მოვიდა გასულ სეზონში, მაინცი სხვანაირად ათამაშდა. თან ურს ფიშერი მაინც უხდება, ჩემი აზრით, სტილისტურად როგორ ფეხბურთს ათამაშებდა უნიონ ბერლინს, ურს ფიშერი მაინცისთვის კარგი ვარიანტია. აი მაგალითად ბაუმგარტი უნიონ ბერლინში რო წავიდა, თავიდანვე ეგ ფაქტი მაშინ არ მომეწონა, იმიტომ რომ არ იყო ბაუმგარტი იმ სტილის მწვრთნელი, რომელიც უნიონ ბერლინში უნდა იყოს. იმიტომ რომ უნიონ ბერლინი მაინც არის გუნდი, რომელიც დაცვიდან აგებს თამაშს და სტილისტურად ასეთად ჩამოყალიბდა რაც ბუნდესლიგაშია, ბაუმგარტი კიდე სხვა ტიპის მწვრთნელია და საერთოდ საბოლოო ჯამში არც გამოუვიდა იქ მუშაობა, ხო შუა სეზონში გაუშვეს და ურს ფიშერმა მაინცში დაიწყო მშვენივრად, იქ თან ის შერალდო ბეკერის თავის საყვარელი ფეხბურთელიც გამოისყიდა ესპანეთიდან და უნიონელი. ბირთვით შეინარჩუნა და მაინც შეიძლება იყოს ის გუნდი, რომელიც კონფერენს ლიგისთვის იბრძოლებს. თან მარტელიც დაემატათ, მკიონზე საუბრობს ვახსენეთ ეგ მარტელი რომ წამოვიდა. სხვათა შორის სხირიზეც მიდიოდა საუბარი, მაგრამ გონი სხირის ვერ დაემატებენ. ასე რომ მაინციც ცდილობს რომ იყოს ისეთი გუნდი და აუგსბურგს არ ვახსენებ ხოლმე, იმიტომ რომ აუგსბურგი არის ის გუნდი, რომელიც ყოველ წელს თითქოს უნდა გავარდეს. მაგრამ რჩება. ხო, შანსი არ არის რაც ამოვიდა. არც გავარდნილა და ამაზე ხო თავად. გლადბახის გარასელოდებით, აბა ამას გითხავთ მაშინ. ხო, გლადბახი რომელიც ძალიან დიდი ხანია თან წლის ყველა ნაწილში ამთავრებს და ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენება ასეთი კლუბისთვის, რომელიც წარსულში არ არის გამხდარა ჩემპიონი. თან როკო რაიცის დაკარგა ლაიფციგში გადავიდა მთავარი ფეხბურთელი, ვინც იყო გასულ სეზონში გლადბახის და გუნდის კაპიტანი. აჰა. მე-12 ადგილზე დაამთავრა წინა სეზონში, მე-5 სეზონი იყო ზედზე, როცა წლის ქვედა ნაწილში აღმოჩნდა თან მიოხენ გლადბახი. ნიკო ელვედიც წავიდა თან გლადბახიდან, მოკლედ ნიკო ელვედიც 11 წელი ერთგული იყო გლადბახის და ახლა უკვე პრემიერ ლიგაში შეუძლია გააგრძელოს. აი გლადბახიც დარჩენისთვის მებრძოლ გუნდად უფრო მოშანს, ვიდრე სიურპრიზის შემომთავაზებლად ამ სეზონში. წლის პირველ ნახევარში გაუჭირდება წესით მოხვედრა, ჯოანი რეინაც წავიდა. ხო, სტრასბურგში წავიდა ჯოანი რეინა. ხო და თან პანდემიის მერე რაც დაეწყო ამ გუნდს ფინანსური კრიზისი, უფრო და უფრო მძაფრდება ეს ყველაფერი და მედიან ფეხბურთელებს დაიწყო ეს ყველაფერი საიდან? ხო, იან ზომერი წავიდა, მარკოს ტურამი მიყვა, პლეა, კი ბატონო და აი დღემდე თითქოს ვერ ამოვიდა გუნდი ამ კრიზისიდან და ეს ყველაფერი ეთყობა მერე თამაშსაც, ხო, ხასიათსაც, განწყობასაც. კი აქვს კარგი მომენტები პერიოდულად ამ გუნდს, თუმცა ჯამში, როგორც ვახუნ გითხრა, ხო, რამდენი წელია უკვე 10-ს მიღმა ასრულებს საერთოდ და ლამის გავარნის კანდიდატები იყვნენ, ხო, სეზონის მიმდინარეობისას, მაგრამ აუგსბურგივი დახერხებენ და რჩებიან. რაც არის ცოტა ყველაზე ისეთ ბუნდესლიგურ ფეხბურთს თამაშობს ხოლმე ჩემთვის გლადბახი. ყველაზე გასართობს რა, წინ და უკან. ხო, ვერ მოიწე. რა ფეხბურთელებითაც და როგორი ფეხბურთელებითაც არ უნდა თამაშობდეს, მაინც მაგ ფეხბურთს თამაშობს. აი აინტრახტი გვაქვს საჩოგბურთო ანგარიში რო დააფიქსირეს. 4-6. 0-6-დან გაიტანეს მე 4 ბურთით ან. კი.
და ყველა მეორე ტაიმში, ხო, ყველა მეორე ტაიმში იყო კი. არ ვისაუბრე მარტო ერთადერთ გუნდზე, დანარჩენებს ასე თუ ისე მაინც შევღეთ, ბერლინის უნიონი არ გვიხსენებია ჯერ კიდევ. ხო, მე ვთქვი ერთი რომ მგონია რომ იქ გავარდის კანდიდატი იქნება მიშონ ხო, ერთი ეგ იყო. იმიტომ რომ დანამატებიც არ არის ისეთი. არა, ახლასთან მანტრიალებდა წინა სეზონშიც, ხო? ჩემპიონთა ლიგაზეც გვახსოვს ახლო წარსულს. კი, გაც. თუმცა ყვარასთან ჯგუფში გვახსოვს და მაგრამ რაღაც ისე მიდის უნიონ ბერლინის ისტორია, როგორც აი ლესტერი რომ ნენელა უკან წავიდა იქ პრემიერ ლიგაში და საბოლოოდ გავარდა ბოლო წლებია უნიონ ბერლინის თითქოს აქეთ მიდის არა და ფიორშტერაის ყურება სულ სასიამოვნოა. კი, ნა ჰეგენისის ჰიმნი რო დასჭეკავენ ხოლმე. გულში მატგივრები. არა, თავის ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, უნიონ ბერლინს, თან ეგ კი არა, თვითონ ლამის ჰერტაში აღიარებენ უკვე რომ თავარი ბერლინური გუნდი მოძლევი უნიონია. ერთამ კი მაგრა დაიწყო იქით მეორე ბუნდესლიგა. ხო. არ მოგენატრათ ეს ჰერტას დაბრუნება, ჰანოვერი თუნდაც იგივე. ჰანოვერი უფრო, ჰერტა მაინც. ჰანოვერი უფრო ხანებში. ერთად უნიონი და ჰერტა საინტერესო იქნებოდა ბუნდესლიგაში, თუმცა ჯერჯერობით არ გვაქვს ამის საშუალება. არის შანსი რომ საერთოდ მეორე ბუნდესლიგაში გადაიკვეთოს მათი გზები. ვისთვის რა როგორ წავა ამ ახალ სეზონში. მომავალში ფაქტი ის არის რომ ხშირად იცვლება უკვე ბოლო პერიოდში მწვრთნელები უნიონში ბოლო ორ სეზონში იყო 4 იცვლება მწვრთნელის და ესაც რა თქმა უნდა ხელი შემშლელი ფაქტორია იმისთვის რომ თანმიმდევრული ზრდა იყოს შედეგების მხრივაც თუნდაც. ბომბარდირობაზე თუ არის კითხვის ნიშნები, არ ვიცი, ჰარი კეინი იმდენად დომინანტურია, არც ტრაუმები, სერიოზული ტრავმა არ ქონია. სხვაშორის ახლა მიიღო ოქროს ბუცი ოფიციალურად. ლუკა ტონიმ გადასცა ასევე ბაიერნის ყოფილმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, შვაიშტაიგერმა, რა ვიცი, ლეგენდებმაც მიულოცეს და რიო ფერდინანდმა ვიდეოში თქვა, აბა ვინ თუ არა, სხვა ვინ უნდა მიიღოს ოქროს ბურთიცო, ხო, თუ არა ჰარი კეინმა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რა თქმა უნდა, ხუჭა გვერდცხელია. აი უნიონ ბერლინზე რომ საუბრობდით, ეგ არის რომ ახლა ისეთი მწვრთნელი მიიყვანეს, შვეიცარიელი, აქაც შეიძლება ის ქონდეს გრძელვადიანი პროექტი. ლუსტინელი მივიდა, კაცი რომელმაც თუნი გააჩემპიონა შვეიცარიაში და იქ სადაც ბაზელია თუნის ჩემპიონობა, ისეთი სახელოვანი ამბავია. პირველი ჩემპიონობა იყო ისტორიაში და ხო და ნახოთ, ხა გერმანიის ჩემპიონობა გაჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება იყოს ის მხსნელი უნიონ ბერლინისთვის, რომ დარჩენისთვის აღარ იბრძოდეს ეს გუნდი და მინიმუმ ცხრილის შუაში იტრიალოს. თან კარგად აქვს დაცილი შვეიცარიიდან მხსნელის მოყვანა. უშპიშერიც ასე იყო სადაც მოიზიდეს. ისთან ერთადაც ყველაზე დიდი წარმატება მიაღწია. კი ბატონო, და თუნის ხოშოს 20 წლის წინ იყო ჩემპიონთა ლიგაზე. ერთადერთი ეგ შემთხვევა გახლავთ არსენალთან ჯგუფში 2005-6 წლების სეზონში. ვერდერზე თუნიდან კარგი გადასვლა იქნება. ვერდერზე არ ვისაუბრე მე. თუნიდან ერთადერთი წევა რომ თქვი ვერდერიც ეს ფულკრუგის ხაზით ვისაუბრეთ უფრო. მაგრამ ვერდერმა მწვრთნელი არ შეცვალა. და გასულ სეზონში ვერდერის თამაში ძალიან არაპროგნოზირებადი იყო. თითქოს რაღაც თამაშებს ინერციით იგებდნენ, ისეთი შეგრძნება დაგჭებოდა და არ იყო გამოკვეთილი სათამაშო სისტემა და არ ვიცი წელს აი ვერდერზე ყველაზე ნაკლებად მაქვს წარმოდგენა როგორი გუნდი იქნება და გასული სეზონი როგორი ტრანსფერი დაიწყეს ხო იქ ბონიფეისი ბანგულა 1-2 ისეთი ფეხბურთელი, ვისაც ვიფიქრებდი რომ ვერდერ შეიძლებოდა ებრძოლა კონფერენს ლიგისთვის მაინც ან რა ევროტურნირისთვის. მიო ბაქაუსი დაკარგა, თავი მეკარა იყო ვერდერში და შლაგერი კი მიიყვანეს, თუმცა მაინც ჯერ კიდევ გაურკვეველია სამხედრო პოზიცია რამდენად სანდუ იქნება, როგორც აქამდე. კი, სხვაშორის რომონოშვენდის დაკარგეს. თუ იტალიაში წავიდა, კრემონეზეში ასე თუ ისე რაღაც გუნდების თანაგუნდელი გახდა. თუ მაქვს მოლოდინები რომ ერთმა შეიძლება ევროზონისთვის იბრძოლოს, მეორემ დარჩენებს, აი ვერდერზე რაღაცნაირად ვერ ვყალიბდები, ვერ ვფიქრობ როგორი გუნდი შეიძლება იყოს წელს. არ და 4-ის ჩემპიონი. ხო, ბუნდესლიგაში. თუმცა ასეთი დროება დაუდგა, როცა ძალიან არპროგნოზირებადია სად დაამთავრებს. ხო, თან ის იგივე ის ფულკრუგი დუქშის ვერდერი ოლევენერთან ერთად, კარგი ისეთი ვერდერი იყო სასიამოვნო საყურებელი, ჰქონდათ მათაც შანსები რომ იქ შებძვრალიყვნენ ევროზონაში, მაგრამ ას მერე დუქში ფულკრუგის წასვლის მერე ვერდერი უკვე წვალობს რომ იტყვიან და ვერ დაალაგდა იმ კუთხით არ გულისხმობ რომ გინდა თუ არა ზედ მატჩების მოგებით. აი ისეთი გუნდი ვეღარ არის რა ის ნაპერწკალი დაკარგა რა თითქოს. გვახსოვს ის პერიოდიც როცა კამბექების მეფის სტატუსიც ჰქონდა დორტმუნდთან ის კამბექიც იყო და კიდევ არაერთი იმ სეზონში 0-2-დან 99 წლიდან. და ზინაიდუნა პარკზე ხო? აი ვეზერ სტადიონზეც რომ გაიგეთებინა ხურამქრელა მიღწევა იქნებოდა, მაგრამ დორტმუნდთან სტუმრად ეს ჩაიდინო, სულაც არა იული ამბავი და ეს მოახერხა ვერდერმა სწორედ. მაგ სეზონშივე იყო ხო დორტმუნდა ჰაიდენჰაიმთან რომ
ზიგნალი დუნა პარკზე 2-0-დან 2-2 არა, შემდეგი იყო, კი. პირველი ისტორიული ქულა რა იყო. აჰა, ზუსტად კი. 10 გაცით იყო ჰაიდეჰაიმით, არა. ხო, დორტმუნდს თავად როგორი კამბექების გუნდია, მაგრამ კი დასჩენდა თავადაც ეგეთი ბჭყალების შაჩუქრების გაკეთება ბოლო სეზონებში. ხო, ყველა გუნდზე ვისაუბრეთ, გამოკვეთილი სურათი ჯერ მაინც და მაინც არ არის ბაიერნთან დაკავშირებით კი ბატონო, თუმცა სხვა მხრივ ვერლით არაერთი გუნდისგან ჩემპიონთა ლიგის აგზურებისთვის და ევროპული აგზურებისთვის ბრძოლას არის დიდი სია, თუმცა ქვედა ნაწილშიც ბევრი ისეთი კლუბია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს დასარჩენ ბრძოლაში. კეინიც გამოკვეთილია ბაიერნის მსგავსად ფავრიტი. აი გონებთ ხო ბაიერნი და კეინი ალბათ ახლა აი ამ ვითარებაში ესე ფურცელზე თეორიულად რაშიც ეჭვი არ გვეპარება, ხო? ხა კი, გასაგებია თქვა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ აი ბაიერნის ჩემპიონობაზე კეინის ბომბარდირებაზე თითქოს აი ამ ერთი შეხედვით ეჭვი არ შეგეპაროს კაც, მაგრამ აიცი რა ხდება, უკვე გითხარით რომ 28 აგვისტოს დაიწყება ბუნდესლიგის ახალი სეზონი, სწორედ ბაიერნი გახსნის შტუტგარტის წინააღმდეგ. ისე რომ მალე შევხვდებით ამ პრევიუს ფარგლებში თქვენთან ერთად მიშო ციტიძე, გიორგი ფულარიანი და ვახო გოგელაძე ვიყავით. ისე რომ სხვა ჩემპიონატებიც მანამდე დაიწყება და მე უკვე ბუნდესლიგაც წამოგვეწევა და ისევ სპორტზე რა თქმა უნდა ერთად ვიქნებით დროებით. მადლობა.